გრძელდება ჩვენი კულინარიული მოგზაურობა და ამბები და მივდივართ ქუთაისში. ძალიან მიხარია, ძალიან საინტერესო მხარე არის იმერეთი და ძალიან მაინტერესებს როგორი კერძები და როგორი ვახშამი გვექნება. ხო და თუ არა ვინ ბათოლი გლიკაძე სხვა ვინ გაგვიწევს ქუთაისში ჩვენ გიდობას და თეატრთან გველოდება ცენტრში ჩავისვათ და გვათვალიერებინოს ჩვენი ლამაზი ქუთაისი. გაია რა სიტყვი? კი. ხო. ეკა შენ როგორ მოხდა რომ ჩვენათ ახადაც მას არიღებ? გითმობ. ლაპარაკი. არა იმდენი ლაპარაკი დაიღალე უკვე და აპარატი გეტკინა. ნახე გველოდება დათო და გაი. შენ უკან გადახტი? დათო წინ დამისვი. რომ მასწავლოს გზა ქუთაისი საით უნდა წავიდეთ და აი როგორ გამიხარდა გენაცვალე გენაცვალე მე შეძაბეთიერი ვარ ხარ ქუთაისში აი გერენი ეკა კოცნი ძამიყარხარ ჩემთან და შედავ დეკაცო ხული ხო არ არის ხა გაიარა დიდი მხოლოდ გვერდზე უნდა იყოს ხო დიდი და მსხოლი წინ უნდა აბა როგორ ხარ გენაცვალე ეკა კოცნი გენაცვალე მინდა რომ ძალიან ბევრი რამე გაჩვენოთ ამ ქალაქში. მოგეხსენებათ ყველაზე ძველ ქალაქში იმყოფებით საქართველოში. ევროპის ხუთეულში შედის ქუთაისი, როგორც ძველი ქალაქების უწყვეტად რო ქალაქი ერქვა. 3500 წლისაა ჩვენი ქალაქი, მსგავსი, რომელსაც ბოლომდე ქალაქის სახელი შეინარჩუნა. 5 არის ევროპაში და 1 ჩვენა ვართ, რასაკვირველია, იმყოფებით ყველაზე გადაპრანჭულ ქალაქში, რასაც ქვია სუფრაზეც გადაპრანჭულს. მე ბატონ დავით, რა მითი არსებობს და რა მითი დავამსხვრიოთ ჩვენ პუტკუნებმა ქუთაისში გვასწავლეთ? არის ესეთი მოსაზრება სტერეოტიპი მითი ქუთაისზე, რომ ქუთაისელები არიან აფირისტები. ძალიან ხშირად ასე ამბობენ, ხო? ოკაი, ქუთაისელი აფირისტი ხარ შენ და მაგი კაი ქუთაისელი აფირისტი არ დაიგარგება და შენ ქუთაისურად გააკეთა ხა რას ნიშნავს ეს ჩვენ არ ვიცით ქუთაისში. აფირისტი არ ხარ, არ ხარ. თბილისური აფირისტობა რა განსხვავდება ქუთაისური აფირისტი? ხაშურელი აფირისტია თუ არა აფირისტი? აშუაში ხარ. ქალაქის ასე რომ ეს არის სტერეოტიპი, ეს არის მითი ნამდვილად და თქვენ დღეს დაამსხვრევთ ამ მითს, რომ ქუთაისელები სინამდვილეში აფირისტები კი არ არიან უყვართ სტუმარი, უხარია სტუმარი. რითი უნდა მოგაწონოთ ამ კარენოი ქუთაისელებს თავი ეხლა ეგ მითხარით? ძალიან მარტივია სხვათა შორის ეს ამბავი. აი იმდენად მარტივია დამოღამებული მყავს ქუთაისელები. აი მაგალითად ნებისმიერი დიასახლის და რომ ეხვალთ ხო ხაჭაპურს, რომელიც აკეთებს ხაჭაპური ჩვენ თავი კერძია. მოგეხსენებათ ხო ეს ხაჭაპური არის იმერული მოდი ახლა თქვა ახლა მინდა ხა შენ ზემოდან ყველ დაადევით თუ კვერცხი დაათქლიშე თუ ძროხა შემოადე ზემოდან ამიშორება ხაჭაპური არის ხაჭაპური იმერული ხო ჯერ ადამიანური და მე ეს ხო დანჩენ დიზაინის ამბავია ხო ხო შეუქე მეტი არაფერი არ უნდა მეტი არაფერი უთხარი ვაიმე ნუ რომ მსგავსი არაფერი არ გიჭამია უთხარი იმის დედავადი სასწაულებს ჩაიდენს მერე ას მარტო ხაჭაპურზე არ არის ადამიანს შეუქე რაღაცას რო გააკეთებს რომ თითქოს მსგავსი არაფერი გინახავს აღტოვანდი მასე ახლა თუ არ აღტოვანდი ხო აზრებს შეხვა და თა ხო კაი თა მე ახლა ის კაი სხვა ბათოში სხვა მე იძახა არა უნდა აღტოვანდე ეხლა ის მითხარი ძალიან აღტოვანდი უკვე თავბრუდან ბეხო სავედი თექა ჩვენ მეცდე ეხლა უნდა წაგიყვანოთ ოქროს ჩადარში დიკი ბატონო მე თეთრხიძე გადავიდეთ სიმბოლო რაც არის ჩვენი ქუთაისის და თეთრხიდის უნახავად არ გაგიშვებთ და მე ეხლა უნდა წაგიყვანოთ ჩემთვის ძალიან საყვარელ და მაგარ ადგილზე სადაც კარგსასროლიც უნდა მოგასვენოთ ხო და რაღაცა საჭმელებიც გავაკეთოთ ახლა მართლა მასე ხო არ არის აბა რა ეხლა სანამ ვერიკოს ბაღში შევალ, სადენაც გადავდივართ ოქროს ჩარდაღში, მანამდე შეხვდება ძალიან ორი მაგარი კაცის მონუმენტი. აი, აგერ გენაცვალე ძალიან ლამაზი. ნინო, ბოდი შირანინოს გეხუწები ქოლგა დაიჭირე. მე რა უნდა დავიჭირო, შენ მგინო და ქოლგა. მე რა უნდა დავიჭირო. ხო, ნახეთ, აი ტიციანი და პაოლო. ტიციანი და პაოლო ესენი ორივე ამ სკოლაში სწავლობდნენ აქვე. წავედით, გავაგზავნებთ გზა. გითხრათ რომ თქვენ ჩამოსვლას თან მზეც მოხვამ ზემაც გამოანა და ქოლგა შეგვიძლია დავკეცოთ უკვე აღარ ინსტრუქცია არ მოყვა სამაგერო ჩვენ ქოლგას აღარ ოპა ხაზარი აი ჩვენი ოქროს ჩარდაღით აი მე ეხლა ჩემი აბატონო ეს არის ჩვენი ოქროს ჩარდაღი და 800 წლის აღმოსავლური ჭადარი ჩვენაირი ერთი 10 პუტკუნა გვჭირდება ხა რომ წრე დავარტყათ და წრე გავაკეთოთ ამ ჭადართან
ეს კი სამეფო კომპლექსი ოქროს ჩარდახია. იმერელი მეფეები მოგეხსენებათ ღარიბები იყვნენ და ეს იყო ერთი მათი საგაზაფხულო რეზიდენცია სამეგრელოში. დადიანებს კარგი სასახლეა, გურიელებს კარგი სასახლე ჰქონდათ. ჩვენი ძალიან მოგზალებული, როგორც იმერეთი, ესეთი სასახლე ჰქონდათ. მე ეხლა თქვენ უნდა წაგიყვანოთ და ფოტო გადავიღოთ ქუთაისის სიმბოლოსთან, პიკასოს ბიჭთან, რომელიც თეთრხიძე მდებარეობს. გადავხედოთ რიონსაც, შევხედოთ პიკასოს ბიჭსაც და შემდეგ უკვე წაგიყვანოთ სასტუმროში. წავედით. წავედით, სიამოვნებით. აი ეს არის ჩვენი ისტორიული თეთრი ხიდი. ეს მართლაც ამიზდობა რათი არა მარტო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ ხიდის მოაჯირს, რომელსაც თქვენ ხედავთ, მეგობრებო, არის ჩამოტანილი მე-19 საუკუნეში პარიზიდან. ეხლა მეგობრებო, უნდა მივიდეთ პიკასოს ბიჭთან. მე ყველას გახსოვთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საეტაპო ფილმი არაჩვეულებრივი გამოფენა, სადაც დოდო აბაშიძეს კუსპარავს ბიჭი, პიკასოს ბიჭი, აი ამპრედუზო მედუზო ეცნობილი კადრი. სწორედ აქ არის გადაღებული ეს ფილმი და აქ არის ბრინჯაოში გაცოცხლებული ეს მომენტი. ნახე რა ლამაზი ფოტო გამოვა. გვეყოფა? დავჭი გაგიმებული. კარგით. ნუ ახლა ამ ქალაქს ესაუბარი, მე არასდროს არ მომწყინდება და ეს ისტორია ასე უცებ რა თქმა უნდა ვერ მომყვებით, მაგრამ ძირითადი მაინც რაც შემეძლო უცებ გაჩვენებ. და სამაგიეროდ ძალიან ახლოს უკვე მოგიყვანეთ ჩვენ სასტუმროთან. კინგ დავითი, სასტუმრო რომელიც მე გირჩიეთ, სადაც დღეს თქვენ დაბინავდებით და გიმასპინძლებთ. წავიდეთ და მანქანაც აქ არის და ბარგის ამოტანაში მოგეხმარებთ. წავედი. ეხლა ჩემო კარგო, სამი საუკეთესო ნომერი ჭირდება გოგონები. კი ბატონო, ჯამში 32 ნომერი გვაქვს. აქედან სამი სახეობა: ლუქსი, სინგლი და twin-ი. კარგი, ვაჩვენოთ მაშინ ეს ლუქსები, აუცილებლად. ავიყვანოთ. აუცილებლად. დიდი მადლობა. ეს არის ყველაზე კარგი ნომერი, რომელიც გვაქვს სასტუმროში. მომზადებულია პირადად თქვენთვის. ამ ნომერში მევჩები. საუკეთესებია იქნებ. არა. გადმოვინაცვლოთ ვაიმე, აქ მე ვიძინებ. აი ეს ძალიან ლამაზი. აი ეს რა რბილია. აი მე უნდა ჩავწერ. რა მოჩვენებია? აქ მე ვინებ მინო. აქ ჩავეტები. ყველა ნომერს თავისი განსაკუთრებული რაღაც პლუსები, ასე რომ ყველა ნომერი ეკადება კარგი. არ მგონია ჩავ. ამაში მე შევედე. ეგ არახან მოგეწონა პირველი მოესწრა. ეგას დავტოვოთ, ეგა და წავიდეთ ჩვენ სვალდა. წავედი. ნინი გაიგებდა. აუ ესე ძალიან მაგარი. აი ახლა რომელი ჩეთი და რომელი? გაიანე დაგიწე. всё, გაიანე შეფრინდა უკვე. აი, ნახე შენი როგორი იქნება. წავედით. ეხლა ნინისთვის საუკეთესო ნომერი აუცილებლად. ბოლო ნომერი, მაგრამ არა ხარისხით. ნინი აღარ ნახე. ასაკამ სპარჩევანი არა გაკაფუნა მოყავს. აი, რა ლამაზი შემოსასწრე. რა მაგარია. ყველაზე მაგარი ნომერი და იმიტომ რომ წითელ ფერებზე ხომ გიждები ძალიან მაგარია, ნახე. შავი და წითელი შერწყმა ერთობლივად სასწაული ფერთა. ეკა რო გაიქნება თავი ჩახტა მეც ამაქვს. არა ძალიან ლამაზია ნამდვილად. ძალიან მაგარია. კარგი, მე ხა შენ დააქტოვებ, მე მაგ ჩემო აქ კარგო. კი ბატონო, დააქტოვებ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. წავედი. მოკლედ მეგობრებო, გოგონები დავაბინავეთ არაჩვეულებრივ ლუქსებში ნამდვილად, არაჩვეულებრივ ლუქსებში. ეხლა ისინი მოისვენებენ, მოემზადებიან და უკვე ბეპატიჟებით სამზარეულოში, სადაც თქვენი შეფი, როგორც ვიცი, ძალიან მაგარ კერძებს გააცნობს ჩვენ პუტკუნა გოგონებს. წავედით.
იგი აი მოვედით ამ არაჩვეულებრივ სასტუმროში დაგაბინავეთ, ჩამოვედით ახლა უკვე რესტორანში. ეს არის არაჩვეულებრივი სივრცე ჩვენ ქალაქში. ჯერ ნახეთ რა ლამაზი რესტორანია. აი გიждები აქ მოსვლაზე, მე როგორი კუთხია, როგორი ეთნო კუთხია, როგორ ქართულია, ყველაფერი ტრადიციულია და როგორ გემრიელად გამოიყურება ყველაფერი. აქ ყავთ არაჩვეულებრივი შეფი, ქალბატონი ნაზი, რომელიც შემოგვიერთა გოგონებო ახლა და ორ უმაგრეს კერძს მოგვიმზადებს. ერთი იქნება ყურძღელით და მეორე იქნება კალმახით, თევზით. ქალბატონი ნაზი გვასწავლის, ვუყურებთ როგორ მომზადებს, თქვენ კი მოეხმარებით გოგონებო. სანამ დავიწყებ და პროცესზე გადავალთ, საჩუქრები გამოგიგზავნათ არა მხოლოდ კოკა-კოლამ, ასევე ავერსმა. ეს არის ეუკარბონი პრეპარატი, მედიკამენტი, რომელიც არის სრულიად ნატურალური მინერალებით მომზადებული. ავერს უღმესი მადლობა. ნუ კოკა-კოლას თავისთავად კოკა-კოლები ხომ აჩუქეთ დღეს დიდი მადლობა მთელი კოლექტივის სახელით. ესეთი გემრიელი ჭამასმარო გიყვარს, უნდა დავუხილდეთ ჩვენს ორგანიზმს. ესეთ ფერმენტულ საშუალებებს და ავერს ძალიან დიდი მადლობა. ეხლა რაც მთავარია, განვიხილოთ ძველი ქართული ტრადიციული კოლხური კერძი. მოვამზადოთ კურდღელი. ანუ კურდღლის რაგუ როგორც ვიცი. ეხლა რატოა ეს კოლხური მნიშვნელოვანი აი ამ ჩვენ ქალაქში როცა ვამბობთ მეგობრებო, იმიტომ რომ ახლა ქალბატონაზის მე არ ჩავერევი კეთებაში, მაგრამ ლაპარაკში ჩავერევი. ლაპარაკი კი ნამდვილად ჩემი საქმე. მაშინდელ ვინც იყვნენ ეს მეფე იყო თუ სამეფო დიდგვაროვნები იყვნენ თუ ვინც იყვნენ, ისინი უგზავნდნენ, ვერ ინადირებდა ვიღაცა ვერც შველზე, ვერც ირემზე, იშვიათ ცხოველებზე, ასე თამამად ვერ ინადირებდა ჩვეულებრივი ადამიანები, უბრალოდ მოგვდავები მხოლოდ მათ სამეფო კერძი უნდა ყოფილიყო. მაგრამ კურდღელი, რასაც ქვია, ძალიან ბევრი იყო კოლხეთში. მიუგნებოდა კურდღელი კი იყო როგორც იტყვიან ვედრო სამანეთად, ასე ძალიან ბევრი და ასე რომ კურდღელზე ნადირობა ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეეძლოთ, ასე რომ ისინი ამას ამზადებდნენ, ჩაშუშულივით რაგუთ აკეთებდნენ, როგორ აკეთებდნენ და რას აკეთებდნენ, ეს უკვე ქალბატონას უნდა მოусმინოთ. მაინტერესებს მაყურებელი რომ ნახოს და ისწავლოს კიდევაც და იცოდეს აქ რა კეთდება, მინდა რომ ინგრედიენტების როგორც კიდე გრამაჟობა თუ არა და კონებით და თავებით ვილაპარაკოთ, რა პრობლემაა. ერთი მთლიანი კურდღელი, სადღაც მიახლოებით კილო ნახევარი, კილო 800 გრამამდე. ავიღებთ კურდღელს, დავჭრით, ცოტა მარილში ავსვრით, ამას ყველაფერს დაჭირდება შემდეგ ხახვი, გვინდა კიდევ წითელი ბულგარული წიწაკა, მწვანე წიწაკა, 3-4 კბილი ნიორი და რაც მთავარია პომიდორი. იმიტომ რომ ამ ყველაფერს როცა დავჭრით ხორცს, შემდეგ პომიდორს მოვაჭრით თავებს, დავჭრით ისეთზე, გავშლით პომიდორს, რომ ეს ყველაფერი როცა ინგრედიენტებს დავალაგებთ ხორცთან ერთად, შემდეგ ეს დაჭრილი პომიდორი გავშალოთ და დავაფაროთ. მოდი ახლა მაშინ გადავინაწილოთ ჩვენ, ერთმა დავჭრათ კურდღელი, მეორე ინგრედიენტები დავინაწილოთ, ზოგმა ხახვი დავწკნოთ, ზოგმა პომიდორი, ზოგმა მწვანილი და ასე ერთობლივად გავაკეთოთ. მე მაშინ რა ხარჯზე? ხორცი. დიახ, რა თქმა უნდა, ხორცი. მე და გაია ბოსნეულ შევდგები. ბატონო დათო. დიახ. ერთში თქვენი ჩართულობა არ გვინდა, ჩვენს გავართვით თავი გოგოებმა და თქვენ კიდევ თქვენებური იუმორით და თქვენებური ქუთაისური ამბებით და კურიოზებით გაგვიმხიარულეთ დღევანდელი საღამო. კარგი კერძი მოგვიმზადეთ და მე იუმორს არ მოგაკრებ. ქუთაისში ეს ნამდვილი ამბავია, დეგა არის ასეთი ოფიცერთა სახელი იყო არენებას ხებაშობაში და იყო რაღაცა სასაყიდო. თბილისიდან იყო ჩამოსული ძალიან ისეთი კულტურული ადამიანი, ძალიან რაღაცა ისა კარგი წარმოსადეგი კაცი და მივიდა და ხან პირდაპირ ბუფეტში სწრო ეძახია ესეთი ალყაროჩი საცხა ხავს და უმორესთან და ესაო შეიძლება კალმარები თუ გაქვთ ეუნება კალმარები ქუთაისში და აუ კალმარები გათავდა უთხრა კალმარებზე საერთოდ ცოტა ადრე უნდა მოხვიდეთო აი ხაში და როგორც დილას იყიდება ჩვენთან ისია კალმარები ქუთაისში ძალიან ადრე ჭამენ კალმარებს დილასო და გახედა ხამან და ისა რა ქვია მიდიები თუ გაქვთო მიდიები საერთოდ ყოველ მეორე დღეს გვაქვს დღესო ისა ხო მიდიების დღე არა გვაქვს და ისა ხამაცკები თუ გაქვთ ეუბნება არ ეშვება ხა ეს კაცი ხამაცკებს მოიტანებენ თუ მოიცით ცოტა ხანშიო და უკაცრავად მაგრამ თქვენ მე ხო არ მეკაიფებითო და რა მე დავიწყე თუო
ზუსტად. Coca-Cola აუცილებლად. ლამაზი სიტუაცია რო ნახე გამახსენდა ერთი ნამდვილი ამბავი. ჩემი მეგობრის მამა, რომელიც არის რაღაცა ტრადიციული, კარგი მოქართული კაცი, ესეთი აი სახლში აქ გაკეთებული დაახლოებით ახლა ამხელა არა რაცა კამარა, ოაზისივით ის ქართული თონე, ქართული ბუხარი, კედლებზე რაღაცა ცელი, დოქი. თან გურმანიც იყო ეს კაცი მზარეულ რაღაცები მოგვიმზადა, ტაბლა, რაღაცა შოთის პურები დაყარა და პური არ უნდა დაიჭრასო. პური მიტო ქვია პური გავტეხოთ. პური უნდა და გადარეული ვარ და გიждდები და ხო იცი ახლა ქუთაისში უნდა შეიაკებ და გადაირება მე რაღაცა ხო და რაღაცა უნდა სიურპრიზები მოგვიწყოს რაღაცა სასწაულები კრას და სპირტკურა აიღო კეთზე დაღანთო სპირტკურა შემოუწყო რაღაცა მწვადი მანამდე შემწვარი და შემოიტანა ასე და დადგა რომ ჩვენ საბოლოოდ გამოგვაშტეროს გაიგე დადგა და არა ვარ ნამდვილი ჩათლახი აი და გავში თუცედა რასტამარაბო მამაო გადაირიებო ჩვენი ზოგადად არა კაცო რა ქვია იმას ტივზე რო იგდე თბილისში ყარაჩოღელების ბაღში ისე გამოწვე და საპარლად მოკლედ კაცო მე თქვენ იუმორს არ მოგაკლებთ მაგრამ საქმეს მიხედეთ ძალიან ხო ეხა ღვინოს მითხარით როგორ ვამატებთ და რამდენ ვინო ავიღოთ ერთი ჭიქა სადღაც 150 აი ამდენი ცოტა გადავაკლოთ მაგას რომ ის ჩავამატოთ აჯიკა ну გავხსნათ არა ბატონო დავიდე ო მივხვდი ყველაფერი დავჭერით რაც საჭირო იყო და რაც დაგვაბარა ქალბატონ მანაზიმ და მოდი ავაწყოთ კერძი ავაწყოთ კერძი გადავიტანოთ ტაფაზე შევდოთ ღუმელში და დავიწყოთ მეორე კერძის მომზადება კოლხური ტრადიციული თევზის მომზადება. ამ ყველაფრისთვის დაგჭირდება 5 ცალი კალმახი, ზეითუნის ზეთი, სვანური მარილი და 4 ცალი ლიმონი. 5 კალმახი შემთხვევით არ უთქვამს ქალბატონ შებს. ამ კერძს ძველ კოლხეთში ეძახდნენ 5 თითის კალმახს. ხუთის გამო სამეფო ხა ჩვენ თუ ვილაპარაკეთ კურდღელის რაგუზე რომელიც მზადდება ამ წუთში ეს იყო დაუშვათ ყველასთვის მასიურად ეს მხოლოდ სამეფო კერძი იყო ჯერ ამ კალმახს ქვია ცისარტყელა კალმახი მდინარისა და მინდა გითხრათ რომ მდინარის კალმახის დაჭერა აკრძალულია და არ იფიქროთ რომ ჩვენ ეს კალმახი გვაქვს არ ეს არის ფერმერულად მოშენებული კალმახი და მას მიუხედავად რომ ქალბატონმა შეფმა თქვა რომ ეს არის მარტივი მოსამზადებელი ეს იმდენად საინტერესოდ ხდებოდა მის წარმოდგენა აწყობა და ავაწყოთ ალბათ ხო ასე საინტერესო ეს სამეფო ხდებოდა მის მირთმევა ერთი სული მაგდობის გავაკეთე აი მე დაიწყეს ისე მომეცი სანამ მას სანამ დაგტოვებდნენ თევზის გარეშე მანამდე შეგიძლიათ ჩებია არა გიჯობა აი ნებისმიერი გავასუფთავოთ გავიხედე ეკას თვალი ედგა ზუსტად იმ თევზზე რომელიც მე მომეწონა კარგი შენიძა ქალბატონმა ნაზიმ დაგვახვალა გამზადებული დასუფთავებული ლაყუჩებით სუფთა მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გადავხიკოთ ცოტა როგორც ეს შეგვიძლია ზედაპირულად გავასუფთავოთ საქმე დაგვიტოვა რა ზედაპირულად შენი მეგობარი ცოცხალია რა და ჩემი რაღაცა ძალიან აქტიურობს და соуსი უნდა გავაკეთოთ ხო რაღაცა ზეთის რაღაცა დრესინგი გავაკეთოთ დრესინგის შემდეგ სვანური მარილით ზეითუნის ზეთით და ლიმნის წვენი. ბატონ ნაზი, მე მოვჭი უკვე გავასუფთავე თევზი და ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა რას ვაკეთებთ? რადგან კალმახი არის კუნთიანი თევზი, დავსეროთ ყოველი 2 თითის დადებაზე. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ეს ჩვენს მიერ გაკეთებული соуსი კარგად შეებჯნას თევზს. გაუჯდეს, სისველი მიეცეს და გემოც თავისთავად უკეთესი იქნება. რადგან იქნება წარმომიდგენია. ქალბატონო ნაზი ესე იგი გავამზადეთ, დავსერეთ, გავწმინდეთ, გავასუფთავეთ და ეხლა მითხარი და გავაკეთო. წაუსვით соуსი ორივე მხარეზე
შემდეგში იგნით და რაც მთავარი მასაჟი თევზის. მოდის. მე ვერ ვიკეთებ მასაჟს და. როგორ არის მასაჟი? დავამასაჟოთ თევზს. მასაჟი მე არ ჩავერევი, მე გიყურებთ, აბა დავამასაჟოთ უკანა. წავიდა, კარგია დაამასაჟეთ, კარგია მეგობრებო. ესე დავამასაჟოთ. შვენიერი. როგორ ერთი ძარღვებიდან. ო, არიცი, კისერში გავუკეთეთ მასაჟი. კისერში დასტრესილი ასე ამიგა. კი ბატონო. აქეთ მეორე. ხო რა იქნება? ეხლა რას ვაკეთებ? შამპურები და აგერაბო შამპურები. სამულაცნოთ თითო შამპური. ბატონო, ერთი შე. ხელიდან არ გაცურდეს. ბატონო ნაზი თქვენ და გაიანეს ორი, ხო? და კი. ორი თევზი აქვს. ყველაზე ლამაზი ჩემია, მაყურებელს ვაჩვენებ. მე სულ როგორ ყველაზე პატარა თევზი მე ესე იგი ისეთი კომპლექსია ქეკას, რომ თვითონ უნდა იყოს მაინც და მაინც ლამაზი და თავისი ნახელავი ყოველთვის ლამაზი უნდა იყოს დაგვიყალა. არა, სიტყვით ბატონო და ნარციზის თვითარი დაავადება. არა, ამ შემთხვევაში მართალია, თევზი ნამდვილად ლამაზია. დავამთავრეთ თევზის მომზადება, წამოვაგეთ შამპურებზე და ეხლა შევწვათ ნაკვერჩხალს. ამასობაში ყურძღელიც მზადდება, როგორც იცით, გამზადებული არ არის უკვე. ესე შეიწვება, ცეცხლზე დაიწყობა და დავაგემოვნებთ ამას. ამ ლამაზ გარემოში ხალხო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანს, ვინც ასე ლამაზად გააკეთა ეს ყველაფერი, როგორი დიზაინერია, როგორი ნიჭია და როგორი შემოქმედება ჩადებული ამ ყველაფერში. ზუსტად. ნამდვილად. მოკლედ გოგონებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ეს რას უფრო გავაკეთეთ, ან რეები მოვიტანეთ, ან რა გაფორმება, ან რა სუნებია, ან გემოვნებს ახლა ვნახავ. ქალნაზი, დავაგემოვნოთ ხო პირდაპირ მე მგონი, ხო? მიდი გოგონებო და თქვენი თვითონ მე შეფასებები. ძალიან გემრიელია. ხო არა? სუნი მაგ. თამაშობს გემოები? ჯერ არ მინახავს ყურძღელი უფრო სულკნილი. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. ასეთი ძვირფასი კერძი რო გვასწავლეთ ქალბატონო ნაზი. დაიხარეთ. დიდი მადლობა ამ რესტორნის მეპატრონეს რო გვიმასპინძლა. კინგ დავითი საასტუმრო თავის რესტორნი არაჩვეულებრივი გარემოში. არაჩვეულებრივი ნამდვილად. მასპინძლობენ გადასარევი გოგობიჭები, სტაფით დაწყებული, დამთავრებული ენების ადამიანები. მართლა თელი გვემსახურებიან თელი დღე და ასე ემსახურებიან ყველა სტუმარს. არა, იმიტომ რაღაცა ჩვენ მოვედით და რაღაცა. ბატონო დავით, თქვენი საუბრით მე შევჭამ. ძალიან მადლობა ქალბატონო ნაზი მართლაც. განსაკუთრებული კერძები მოვამზადე, განსაკუთრებულ ადგილზე ვარ და თელს სასტუმროს და თელს რესტორანს, თელს პერსონალს, რა უნდა უგორმესი მადლობა ჩვენი დახვედრისთვის. ყველაფერი გინდა პროპორცია, გინდა მომზადება, პროფესიონალობა იყო ძალიან მაღალ დონეზე. ერთი რომ სილამაზეც არის და გემოზეც ზის ძალიან კარგად. ნამდვილად დიდი მადლობა და პლუს მაყურებელიც იქნება ძალიან გახარებული. ეცოდინება რომ ესეთ ადგილას ესეთი გემრიელი კერძები კეთდება. მადლობა თქვენ. და თქვენს მადლობა რომ მოგვიყანეთ. გენეცალი გაიანე, დიდი მადლობა. ესე იგი ეს კოაკოლა როგორ ყველა კერძი ხარ. თუ ძველ კოლხურ სამეფო კერძებზეც მიდიოდა კოაკოლა და ცენტრალურ ჩვენდეს კი, ძიმე საჭმლის მერეს დაჟე კარგადაც მიდის მასლაც. არ ვიცი, სიტყვებით არ შეიძლება გადმოცემა, როგორი ჰაეროვანი, როგორი ბოლის გემო აქვს, როგორი გემრიელია და არაჩვეულებული და ყველას გირჩევთ, რომ ასე მოამზადოთ თევზი მეგობრებო და სხვა რა დაგვრჩენია დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს მომავალ კვირამდე გემშვიდობებით არაჩვეულებრივ ადამიანებთან საოცარ კერძების აღმოჩენაში ვართ მეგობრებო და დაგემშვიდობებით ბრავო ილოთა კარგია რა კარგია არ უჯერავს ეკა მოგეწონა თევზი ხო დამეხუერჭი არა მოგეწონა არა კი ძალიან აი ის თევზი შეჭამე ზუსტად მე უნდა გამოკტაცე ხელი და ის იყო აი რა გეშველება რაც არის. აი მე ეკამ ხალხო მინიმ არ მახსოვს ისაუბრებ რა კარგია ასე რუდუნებით რომ მინახავთ ამ ისტორიას ხო ძველ კოლხურ კურდეს ასე თაობებს გადავხსენ მაგაზე გული რა მესამედა სამე მოიგონე ნინო